მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ მქონდა გადაცემა ხალხმრავალი დაკრძალვის ქრონიკა. რომელსაც ჰქონდა საოცარი გამოხმაურება. საოცარი გამოხმაურება. ისეთი რომ ჩვენ თვითონაც რომ არ ველოდით და გაგვიკვირდა. მე-5 სეზონია და მე მსგავსი გამოხმაურება უბრალოდ არ მახსოვს. ერთი ჩხოროწყულზე მახსენდება. ჩხოროწყულიდან იმდენი წერილი მომივიდა, მაგდენიც არ ვართ ჩხოროწყუელები, იმდენი თურმე ვართ და რაც შეეხება ამ გადაცემას, ეს იყო რაღაცა გარდა იმისა, რომ თქვათ, იყო დადებით წერილებიც, ხალხი ითხოვდა გაგრძელებას, აი ამ. ხო, ანუ არ ეყოთ. არ ეყოთ და განსაკუთრებით ეს ეხებოდა დიმიტრი ყიფიანს. რა თქმა უნდა, და მე გიჟები დიმიტრი ყიფიანი და მერაბ კოსტავა, ანუ ორი სხვადასხვა ეპოქის ეროვნულ გმირზე ვისაუბროთ დღეს, არა მარტო მათ დაკრძალვაზე, არამედ ცოტათი შევეხოთ მათ საქმიანობასაც. ხოლო შემდეგ გადაცემებში ჩვენ გავაგრძელოთ მაგალითად ზვიად გამსახურდია და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთად. ხო. ანუ ესეც დავაანონსოთ აქედან. ანუ აღარ დარჩება მაყურებელს უკმარისობის განსხვავება. რასაკვირველია. ეხლა რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანს, მე ხა დაბადებიდან არ დავიწყებ მის ბიოგრაფიას, ამდენი დრო ნამდვილად არ გვაქვს. მაინც დიმიტრი ყიფიანზე ამბის მოყოლა, როგორც საზოგადო მოღვაწის იწყება შეთქმულებიდან 1832 წლის შეთქმულებიდან როგორც კი 1801 წლიდან მოხდა ქვეყნის ანექსია ასე ვთქვათ და ჩვენ ეტაპობრივად გავხდით რუსეთის გუბერნია არ წყდებოდა საქართველოს მასშტაბით აი ესეთი წინააღმდეგობის მოძრაობები გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში და 1832 წლის შეთქმულება ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული წინააღმდეგობა რომელიც სამწუხაროდ ჩავარდა, დამარცხდა ეს შეთქმულება და როგორც ორგანიზატორები დააკავეს და ერთ-ერთ ორგანიზატორად იყო დასახელებული დიმიტრი ყიფიანი. ეხლა გავიხსენოთ რა ასაკში იყო ამ დროს დიმიტრი ყიფიანი. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა პირველი გიმნაზია, რომელიც 1830 წელს უკვე გადაკეთდა გიმნაზიად და იმდენად აი ბრწყინვალე შესაძლებლობების და ნიჭიერების ადამიანი იყო, რომ იქვე მან ჩააბარა გამოცდები და გახდა პედაგოგი ამ გიმნაზიის, დღეს ჩვენი პირველი გიმნაზიის. და 21 წლის ასაკში პედაგოგი დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს ვოლოგდაში. ეს იყო მისი პირველი გადასახლება, თუმცა იქაც ის აგრძელებდა მოღვაწეობას. მაგრამ დაბრუნდა 1827 წელს საქართველოში, აი წარმოვიდგინეთ 5 წელი არ იყო ქვეყანაში. და მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მძიმე ბრალდებით, ასე ვთქვათ, იყო გადასახლებული, თავისი შრომით, ნიჭიერებით, აი რაღაცა პიროვნული წინვალებით შეიძლება ითქვას, მან დაიმკვიდრა ადგილი, იმით რომ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მაგალითად იყო ესეთი მეფისნაცვლის კანსაბჭოს წევრი იყო და თავად მეფისნაცვალმა, მაშინ იყო ალექსანდრე ბარიატინსკი, მიმართა თხოვნით იმპერატორს, რომ დაემტკიცებინა დიმიტრი ყიფიანი თანამდებობაზე. ეს ადამიანი, რომელიც ბრალდებული იყო და ამ ადამიანების დამხობაში. აი ესეთი ადამიანი მოიწვიეს თანამდებობაზე. და რა საქმე აქვს ხა ამ ადამიანს გაკეთებული. ახლა ყველა მის პროექტზე და საერთოდ არ არსებობდა კეთილი საქმე იმ პერიოდის საქართველოში, რომლის წამოწყება არ უკავშირდებოდა ფერიმას უკავშირდება. აი მე ასეთი ფიგურა არ ვიცი საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 1830-დან 1880 წლამდე ნახევარი საუკუნე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის თუ კი რამე პროგრესული გაკეთებულა ყველგან ავანგარდში იყო დიმიტრი ყიფიანი. ანუ ეს შეეხება თეატრს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ანუ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი რაც კი რამე პროგრესული და მართლაც ძალიან თანამედროვე და ამოვიდროს მომავლის კაცი იყო. ძალიან. აი მაგალითად ის იყო ქალაქის თავი 1876-1879 წლებში მის არჩევასთან დაკავშირებით ქვევით ცოტა რამეს ვისაუბრებ, ასევე როგორც თქვენ თვით პირველი არასამთავრობო მაშინდელი როგორც ვეძახით ხოლმე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სულისჩამდგმელი და პლუს მისი პირველი თავმჯდომარე იყო. მას უკავშირდება ბიბლიოთეკების რეფორმა, საჯარო ბიბლიოთეკების გახსნა. პერიოდში რა დრო და კონტექსტია ხო მართლა ძალიან ჭირდა საქართველოში ისეთი ადამიანის პოვნა, ვინცაც სრულყოფილად შეეძლო წერა-კითხვა და ჭირდებოდა იმ პერიოდში. კი ბატონო, აი თეატრი ახსენეთ თქვენ, ეს იყო პერიოდი ქართულ
ქართული თეატრის შექმნაში აქვს დიდი წვლილი შეტანილი და ეს იყო პერიოდი, როდესაც ქალების თამაში სპექტაკლში არ იყო მიღებული. ძირითადად კაცები ასრულებდნენ ქალების როლს და დიმიტრი ყიფიანმა საკუთარი მეუღლე და ქალიშვილი ათამაშა სპექტაკლში, რითაც აი ამ მიმართულებას გაუხსნა გზა. ბევრი სხვა პროექტებისგან განსხვავებით მე მინდა ერთ პროექტზე გამომახვილო ყურადღება, ეროვნული ხსნის პროგრამის ავტორია. ეხლა რაში მდგომარეობდა ეს ეროვნული ხსნა? ანუ კონცეფცია იყო ერის განმანათლებლობაში და მისი ციტატა არის, აი ამოვიკითხავ, განათლებაღა არის ჩვენი ფეხზე დამაყენებელი იმედიო, ესეც რაღაცას ამბობს და ხა რას მოიცავდა ეს პროექტი? ეს იყო უძველესი ქართული ხელნაწერების მოძიება და შეგროვება, გარდა ამისა პოპულარიზაცია, კვლევების ხელშეწყობა, სხვადასხვა სამძებრო საკვლევაძიებო სამუშაოების დაფინანსება და პლუს რაღაცა ეროვნული შეგნების ჩამოყალიბება. და იგივე ჟურნალ ცისკრის დაარსებაში დიმიტრი ყიფიანის როლი ძალიან დიდია. ჟურნალ ცისკარიც იგივე როლს ასრულებდა, იმიტომ რომ ცისკრის მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების შექმნა და ამ თვითშეგნების განვითარება. შექსპირის თარგმნაც მის სახელს შექსპირის რომეო და ჯულიეტა პირველი ქართული თარგმანიც ეკუთვნის დიმიტრი ყიფიანს. ეხლა რაც შეეხება ამ იდეას, აი რომ ამზადებდი ეს თემას, აი რამდენად არის საჭირო ასეთი იდეა დღემდე მუშაობდეს. ანუ ეროვნული, როგორ ქვია სიტყვასიტყვით, ეროვნული ხსნის პროგრამა, რომელიც მდგომარეობს განათლებლობაში. აი დღეს ეხლა რა ვითარებაა? ძირითადად რას ხედავთ ჩვენ გიდები მაგალითად, აი რა ჩანს გარედან და სინამდვილეში როგორ არის საქმე? ძირითადად არიან ადამიანები, აი პატრიოტები ვთქვათ, იქ ძალიან ენაწყლიანად რო საუბრობენ, იქ ჩოხებით დადის ზოგი, დროშა აქვს შემოხვეული ზოგს და ანუ რეალობაში ამის უკან რა დგას? აი 2 დღის წინ ვიყავით კახეთის ტურზე, ჩვენი მარშრუტი იყო აი მანავისკენ და მოვინახულეთ მანავის ციხე და მანავის ციხით მთელი ჯგუფი ვიყავით გიდების და ჩვენი მეგობარი ერთი ლაშა გასვიანი აქ იყო კიდევაც სტუდიაში, ანუ იმის ნაცვლად რომ აი მოესმინა ვთქვათ გიდისთვის, იქ არქეოლოგისთვის, რომელიც გვიყვებოდა ძალიან საინტერესო დაჭერს, დიდი პარკი ეჭირა და ძირითადად მთელი ჩვენი ყოფნის პერიოდში აგროვებდა ნაგავს, რომელიც იყო დაყრილი მანავის ციხის ტერიტორიაზე. ნახეთ, მანავის ციხე ჯერ არ არის აქტიური ტურისტული სეზონი, თან მანავის ციხე ეს ტურისტულ მარშრუტებში ნაკლებად შედის. ანუ ძირითადად ადგილობრივები დავდივართ იქ. და ნახეთ, ეროვნული თვითშეგნების ხსნის პროგრამა, რომ სწორად მუშაობდეს ჩვენს ქვეყანაში, ნახეთ, ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ ეს პროგრამა, რომ მინიმუმ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ის, რომ ჭერმეტყოლებაში კი არ არის ეროვნული ხსნა, არის რეალურად საქმის კეთებაში, თუნდაც მინიმუმ ის, რომ ნაგავი არ დაყაროს საკუთარ ქვეყანაში, არ დააზიანო ფასადი და ასე შემდეგ და ძირითადად აი ყველაფერი არის ფასადური. ეხლა შემდეგ კვირას ჩვენ გვაქვს 14 აპრილი არის დედაენის დღე. აი თქვენ უბრალოდ დააკვირდით რა განცხადებები, რა დაიდება სოციალურ ქსელებში, როგორი სადიდებელი ქართული ენის ოდებს მიუძღვნიან, ლექსებს დაწერენ და შემდეგ მოусმინეთ იმ ადამიანებს როგორ მეტყველებენ. ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე. ეს ადამიანები უბრალოდ აი რაღაცა აი Facebook და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის დადება გონიათ პატივის მიგება ქართული ენის და სინამდვილეში თავიანთი მეტყველებით აყენებენ პირველ რიგში ამ ენას შეურაცხყოფას. და ნახეთ, რომ არსებობდეს ეროვნული ხსნის პროგრამა, აი მომავალ თაობას ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ ენის პატივისცემა ნიშნავს, რომ ამ ენაზე შენ სწორად იმეტყველებ და ამ ენის დიდებულებას ჩვენი მეტყველებით წარმოაჩენ და არა ვთქვათ გვირგვინების მიტანით და რაღაც ფასადური. რატომღაც აი იდეა აი ამ დიმიტრი ყიფიანის ეროვნული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდის აი ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელდეს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მოვლენებთან გვაქვს საქმე და აი ახალგაზრდებს მე ვფიქრობ, რომ პედაგოგებმა მაგალითად მშობლებმა აი რაღაცა სწორად უნდა დაანახონ, რას ნიშნავს იყო მოქალაქე. და აი რაღაცა ფასადი იქნებ მოვიხსნათ და რეალურად გადავიდეთ საქმეზე. ისეთზე როგორიც იყო ეს დიმიტრი ყიფიანი. ეხლა რაც შეეხება სხვა საინტერესო ამბებს, გარდა იმისა, რომ თქვა, აი ავანგარდში იყო აი ამ განათლების, აი და ქართული საქმის ეს ადამიანი, ერთი ძალიან საინტერესო ნაწილია მის ბიოგრაფიაში ის, რომ წარმოადგენდა ზუგდიდში დადიანების ქონების მეურვეს.
ეს იყო პერიოდი, როდესაც დავით დადიანი იყო გარდაცვლილი, მისი შვილი ეს ნიკო დადიანი იყო არასრულწლოვანი და სამეგრელო სამთავროს პრაქტიკულად განაგებდა ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელსაც იმპერიამ აიძულა დაეტოვებინა სამეგრელო და მაგალითად თედო სახოკია ამბობს, რომ ეკატერინეს დაჟინებული თხოვნა იყო, რომ მეურვეობა მათ მამულებზე აიღო დიმიტრი ყიფიანს და აი იმ და პატრონობდა კიდევაც ამ ქონებას, დადიანების ქონებას და საბოლოო ჯამში, ანუ იმდენად იყო ჩართული ამ ამბავში, რომ მას გაუფუჭდა ურთიერთობა მთავრობასთან, იმიტომ რომ კანცელარიის საბჭოს წევრი იყო და მას უთხრეს, რომ შენ არ უნდა აკეთებდე ამას, იმიტომ რომ შენ ჩვენს წიაღში ხარ და საბოლოო ჯამში სხვადასხვა წყაროების მიხედვით ზოგი ამბობს, რომ თვითონ წამოვიდა იმ თანამდებობიდან და მე მეორე უფრო მგონია რომ მას დაატოვებინეს ანუ დატოვა ის დაკარგა სამსახური იმის გამო რომ აი თელი თავგამოდებით იცავდა აი ამ დადიანების კი გარდა იმისა აი საკოლონიზაციო ფონდში არ უნდოდა შეეყვანა მათი ქონება და უნდოდა რომ მათი ოჯახისთვის ეს შეენარჩუნებინა კიდევ ერთი რეფორმა რომლითაც მე მომწონს მის ბიოგრაფიაში ეს არის გლეხების გათავისუფლების რეფორმა როდესაც 1861 წელს ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა ბატონყმობის გაუქმების აქტს შემდეგ დადგა საკითხი რა ფორმით უნდა მომხდარიყო გაუქმება როგორ უნდა გაეთავისუფლებინათ გლეხები მიწის გარეშე და თავადაზნაურობას თვითონ უნდა დაეწყო მსჯელობა ამასთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ამბავი იყო და წარმდგენად ანუ ხელმძღვანელად აი ამ პროექტის დაინიშნა დიმიტრი ყიფიანი რასაც დიდი უკმაყოფილება მოყვა თავადაზნაურობის მაგალითად არ მოეწონა ეს ფაქტი გრიგოლ ორბელიანს, არ მოეწონა ალექსანდრე ორბელიანს, ივანე მუხრანბატონს და ისინი ღირსების შელახვად მიიჩნევდნენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში გადამწყვეტი როლი ქონოდა აზნაურ დიმიტრი ყიფიანს. ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ შიგნითაც გვაქვს მთელი რიგი პრობლემები. იგივე როდესაც ხდებოდა არჩევა დიმიტრი ყიფიანის ის არჩეული ქალაქის თავი იყო, მას თავადაზნაურობამ ნაკლებად დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ ამბობდნენ რომ აზნაურის შულსო ხმა როგორ მივცეთო და აი დიდი წილი მაინც ბურჟუაზიამ გადაწყვიტა მაშინ რომ ის გახდა ქალაქის არჩეული მერი და რა გააკეთა მაინც მოკლედ დაინიშნა ხელმძღვანელად დიმიტრი ყიფიანი მან 240 მემამულეს გაუგზავნა ინსტრუქციის სახით რაღაცა კითხვარი და მოითხოვა ჩამოეყალიბებინა თავიანთი შეხედულება ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და როგორც მე თვითონ ყრილობაზე ამბობს 21 განსხვავებული აზრი გამოიკვეთა ზოგი ასე ამბობდა ზოგი ისე და შეიქმნა უმრავლესობის აზრი უმცირესობის და საბოლოოდ მემამულეთა ყრილობა შედგა დაესწრო 552 მემამულე და აქედან 552-დან 536-მა ხმა მისცა გლეხების მიწის გარეშე გათავისუფლებას. მხოლოდ 16 ადამიანი იყო მომხრე, რომ გლეხი გათავისუფლებულიყო მიწით. და მოკლედ ამ ამბავშიც, ანუ დიმიტრი ყიფიანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ორი სიტყვით ვიტყვი, მასზე როგორც ისტორიკოსზე, ანუ მისი რაციონალიზმი არის კიდევ ერთი დამატებითი მისი ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად აი ქართლის ცხოვრებას ზოგი რაღაც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიჩნევს, ხომ ასეა და აი ქართლის ცხოვრებაზე ძალიან რაციონალურად წერს და პირდაპირ ეს არის მეფეთა ცხოვრება, მეფის აი ბიოგრაფია, რამდენი ხანი მეფობდა, ვინ დარჩა მემკვიდრე, ხოლო თუ რომელიმე მეფის ცხოვრება უფრო მეტად წერია, ძირითადად ზღაპრული გმირობები არის მოცემულიო და ძირითადი ხალხი, ვინც მართლა გმირები იყვნენ და ვინც მოიტანეს ეს ქვეყანა ჩვენ ისტორიის ფურცლებს მიღმა არის დარჩენილი. ანუ რაღაცა ისეთი ამბავია. ეხლა რაც შეეხება მის გარდაცვალებას 1886 წელს ქვეყანაში დატრიალდა ასეთი ამბავი სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა, სასულიერო სემინარიის სტუდენტმა მოკლა რექტორი პავლე ჩუდეცკი, რასაც მოყვა ძალიან დიდი უნებათა ღელვა. უნებათა ღელვა გამოიწვია იმან, რომ ეგზარხოსმა პავლე ლებედევმა სიონის ტაძარში დაწყევლა როგორც მკვლელის ოჯახი და ქვეყანა, სადაც ეს დაიბადა. და ამ შემთხვევაში დიმიტრი ყიფიანი იყო ქვიშხეთში, ხაშურში, მუზეუმზე მე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას
და იქიდან მისწერა პირდაპირ ლებედევს წერილი. აი, აღსანიშნავია წერილის ფორმა. ეს არის ახლა რო საშინელი ფორმა აქვს ადამიანების ლანცხვაგინებას, ესეთი არ იყო. უბრალოდ მოსთხოვა ახსნა განმარტება, რომ ნამდვილად მას ხომ არ აბრალებდნენ იმას, რომ მან დაწყევლა ქვეყანა, სთხოვდა დადასტურებას, რომ ნამდვილად ასე თუ არის ეს და თუ ასეა, მაშინ მას ბოდიში უნდა მოეხადა და უნდა დაეტოვებინა ეს შეურაცხყოფილი ქვეყანა. სხვათა შორის ლებედევმა მას პასუხი დაუბრუნა და მან უარყო, მე არ დამიწყევლიაო საქართველო. და ეს ამბავი ესე არ დამთავრდა, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაშინ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის ხელმძღვანელი იყო და გადაასახლეს სტავროპოლში. მანა იქამდე ნიკო ნიკოლაძე იყო იქ გადასახლებული და როდესაც შეიკრიბა ქვიშხეთში მთელი საზოგადოება. ეს იყო ერთი შეხედვით მოულოდნელი ამბავი მაშინ და ცოლი ეუბნებოდა რომ მე მოსამსახურეს გაგაყოლებო შენო, იმიტომ რომ ასაკში საკმაოდ ხა არ იყო პატარა და მე არაფერი დამიშავებიო და მალე ჩამოვალო უთხრა და მანამდე გადასახლების მერე რომანოვს, ანუ მეფის ნაცვალ რომანოვს თან მივიდა ყიფიანის ცოლშვილი და სთხოვეს შუამდგომლობა იმპერატორთან და რომანოვმაც შეასრულა მისი საქმე, მაგრამ მტრებმა დაასწრეს, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ ყიფიანი იქიდან ჩამოვიდოდა მართალი, ასე ვთქვათ და მიუგზავნეს მკვლელი, რომელმაც ჩაარტყა თავში და საბოლოოდ 24 ოქტომბერს 1887 წელს მოკლეს აი ესეთი ადამიანი. რუსული პროპაგანდა მაშინ ვერსიას ლობირებდა, მე ასე მახსოვს, რომ თითქოს ის გაძარცვის მიზნით იყო მკვდარი არა და ცხადია, რომ ეს ასე არ იყო და ნუ მაშინ მაინც გავიმარჯვეთ, რომ ჩამოსვენება მოხერხდა. ჩამოსვენება მოხერხდა, რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს და შეიკრიბა მთლიანად საქართველო. და ძირითადად აი ნაწილი აი ამ ადამიანების დახვდნენ მას ბერის ვერაზე, სადაც იყო აი ჯვარი რო იდგა ადრე ძველი ჯვარი და საბოლოოდ გადაწყდა რომ იქიდან იწყებოდა სამგოიერ პროცესია, სხვათა შორის შეიქმნა დამკრძალავი კომისია, რომელშიც შედიოდნენ ილია ჭავჭავაძე, ეგვთიმე ამბობს რომ არ ვიცი ვინ დამასახელაო, მაგრამ მეც ვიყავიო კომისიის წევრიო და დამკრძალავ კომისიას ხელმძღვანელობდა ვალერიან გუნია. ვაიმე, ვალერიან გუნიას მერე ილიას დაკრძალვის პროცესის ხელმძღვანელობა მოუწია, შემდეგ დავით სარაჯიშვილის და ასე შემდეგ და დახვდა სრულიად საქართველოს შავ ლენტებში ძალიან აი დიდი ემოციით დახვდა ხალხი და პროცესია უნდა წასულიყო როგორ მთლიანად რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ლეონიძე ინგოროყვას ქუჩით, ანუ თანამედროვე სახელებს ვამბობ, ესე უნდა წაესვენებინათ მთაწმინდის პანთეონში და მაშინ რომ მთავრობას არ უნდოდა რომ მისი ცხედარი ცენტრალურ ქუჩაზე გაეტარებინათ. და ამიტომ გაუწიეს, გააჩერეს და სთხოვეს რომ გრიბოედოვის ქუჩიდან მომხდარიყო მისი დასვენება და მაშინ ეპისკოპოსი იყო ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელიც დიდი ეპისკოპოსი იყო, რომელსაც ასევე უდიდესი საქმე და კეთილი საქმე მიუძღვის. არ ვიცი, რომელი ერთი შეიძლება გავიხსენოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საგალობლების დაცვა და ასე. ნამდვილად ესეა და დაუდგა წინ პროცესიას და ვერ გაბედეს მისი შეჩერება და მაინც გაატარეს იქ მეფის ნაცვლის სასახლის წინ გააჩერეს ცხედარი, იქ გადაიხადეს პარაკლისი და შემდეგ უკვე მოხდა მისი წასვენება. სხვათა შორის სიტყვა წარმოთქვა აკაკიმ როგორც ლექსი განთიადი გვახსოვს ალბათ ხო დედასამშობ თუ როგორ არის დედაშვილობამ ბევრს არ გთხოვ შენს მიწას მიმაბარეო საფიოს ხმელი ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ეს ეძღვნება უშუალოდ დიმიტრი ყიფიანს იყო ერთი ამბავი რომ ილიას არ უთქვამ სიტყვა დასაფლავებაზე და მაშინ იყო დიდი ამბავი იმიტომ რომ მთელი რიგი ამბავი იყო თუმცა ვიღაცები ამბობენ რომ აქ ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმეო რომ ჩემი სიტყვები ზედმეტიაო თქვა ილიამო ნუ საბოლოო ჯამში მინდა ჩემი დიდი რეკომენდაცია ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს შარშან ვიყავი ეს არის წყინვალ ეს არის სახლი სადაც დიმიტრი ყიფიანმა თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა იქიდან წაიყვანეს ის სტავროპოლში ეს არის ზუსტად შარშან მაქვს ეს ფოტოები გადაღებული და საბოლოოდ მისმა მეუღლემ
მისმა მეუღლემ არ ძალმა შვილის ცოლმა, რომელიც აქ ცხოვრობდა ამ სახლში, საბოლოოდ სახლი გადასცა მწერლებს. ანუ მწერალთა კავშირის მფლობელობაში იყო დიდი ხანი, იქვე ეზოში არის კოტეჯები და ზაფხულობით ჩვენი მწერლები გალაქტიონი კონსტანტინე გამსახურება სუიკ ისვენებდნენ. ანუ ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე აუცილებლად სანახავი სივრცე. ეხლა გადავიდეთ მოკლედ აი ეს დავამატებ რომ მოკლედ მაშინ ქართული საზოგადოება თუ დადუმდა ამ წყელაზე რაღაცა თავის თავზე აიღო ეს ყველაფერი დიმიტრი ყიფიანმა და ის წარმოაჩენს ამ შემთხვევაში ჩემთვის კოლექტიურ საქართველოს რომელმაც საკადრისი პასუხი გასცა და ეს გამოჩნდა დაკრძალვაზე როცა მთელი ქვეყანა იყო გამოსული და თითქოს აი მაშინ რაღაცას დაედო საფუძველი აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ეხლა მე-19 საუკუნეა მე-20-ზე გადავინაცვლოთ, ეს არის მერაბ კოსტავა, ეროვნული გმირი, ასევე აი რაღაცა ჩვენი ქვეყნის კრიტიკულ მომენტში როგორ გვიკვდება ხოლმე აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რომელმაც დამოუკიდებლობის იდეა ატარა მთელი თავის ცხოვრების მანძილზე და მოგვიტანა დღევანდელ დღემდე და სიმბოლურია რომ 9 აპრილამდე სულ რამოდენიმე დღე არის დარჩენილი. და 1999 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითში ეს არის ადმინისტრაციულად ხარაგაულს ეკუთვნის ეს სოფელი ძალიან საეჭვო ვითარებაში ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი ყველაზე გამოკვეთილი ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე და მებრძოდა საბჭოთა რუსეთს არაერთხელ იყო დაპატიმრებული და მისმა ესეთი საეჭვო გარდაცვალებამ, აი მის მიმართ მოწყობილმა პროვოკაციამ ძალიან დიდ მოძრაობას ჩაუგდო საფუძველი და მისი დაკრძალვის პროცესია იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. აი სხვათა შორის ვიდეო კადრები მაინც ხარისხიანი არ არის, მაგრამ აი ძალიან კარგად ჩანს ამ სურათებზეც, რომ მისი გამოსვენება მოხდა ქაშვეთიდან და ხალხი ქუჩაში პროცესიას დაჩოქილი ხდება. აი ესეთი ძალიან ამაღელვებელია თან არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის 1999 წელი სულ რაღაც 6 თვის მომხდარია უკვე 9 აპრილის ტრაგედია და მართლა როგორი მძიმე მოვლენები გვაქვს აი ქართველებს გავლილი უბრალოდ რო უყურებ რაღაცა ისეთ საშინელება და ზუსტად გამსახურდიასთვის მართლა თავზარდამცემი იყო თავზარდამცემი ფაქტობრივად მარტო დარჩა კი ბატონო და ცოცხალი რო ყოფილიყო ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორია ვფიქრობ რომ საერთოდ სხვანაირად დაიწერებოდა. ვხედავთ რომ ესე იგი სრულიად საქართველოს ქვეყნის ყველა კუთხიდან იყო ჩამოსული მის დასატირებლად და ქონდათ დროშები ლენტები შავი, სურათები და ფოტოზე აუცილებლად გამოჩნდება დედამისი, ეს არის ოლღა დემურია, სხვათა შორის კოსტავასთან დაკავშირებით ის უნდა ვთქვა, რომ ახლა ხან დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ანუ დასრულდა ეს რეაბილიტაცია, მდებარეობს ზანდუკელის ქუჩის პირველ ნომერში, ანუ რუსთაველის ძეგლის უკან არის ზუსტად, ანუ ძალიან მარტივი მისასვლელია, აი თქვენ კადრში ხედავთ ახლა. ოლღა დემურიას, ეს არის მერაბ კოსტავას დედა, რომელიც გარდაცვალებამდე 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა ამ მუზეუმს. ეს არის სახლი ზანდუკელის პირველი ნომერი, რომელიც ეკუთვნოდა ბაბუას, მერაბ კოსტავას ბაბუას ვლადიმერ დემურიას. ეს ვლადიმერ დემურია იყო პედაგოგი, არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც წარმოშობით იყო ჩხოროწყუს რაიონიდან, სოფელ ახუთიდან. ახუთი არის დედულეთი მერაბ კოსტავასი. და ამ კაცს იმის გამო რომ განათლების სფეროში მოღვაწეობდა, მაშინდელმა მთავრობამ ეს სახლი მისცა და ეს სახლი არის აი სახლ-მუზეუმი რით არის საინტერესო, ყველაფერი, აი ყველა მოვლენა, რაც მაშინ ხდებოდა, ყველაფრის თვითმხილველია და არის ბრწყინვალე მასალა და მე არ დამავიწყდება ამ მუზეუმის გიდი ეკა ნანუაშვილი, თუ ეწევით აუცილებლად მოусმინეთ ქალბატონ ეკას. მთელი იმ ეპოქის ისტორია გახდა ცხადი და აი კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ პიროვნების მასშტაბი. და მადლობა რომ ეს ინფორმაცია გაგვიზიარა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და ვინმე თუ არ იცოდა ამის შესახებ აუცილებლად სანახავი სივრცეა და უმდიდრესი მასალა ზოგი ნახატები ისედევს რომ მისთვის ხელი არ უხლიათ. სხვათა შორის ახუთთან დაკავშირებით უნდა ვთქვა ის რომ 2017 წელს
კოსტავას დედულეთში მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო ბესიკ ესებუა, გაიხსნა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი და ამ სკვერში დადგეს ახუთელი მოქანდაკის დემურანთიას მიერ შექმნილი აი ეს ბიუსტი, რომლითაც ჩვენ ახუთელები ძალიან ვამაყობთ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა მაშინ ახუთში, ასე ვთქვათ. კი ბატონო. საერთო ჯამში მე აუცილებლად გეგმავს ტურებს სამეგრელოში. ამ ზაფხულს სახელი ერქმევა უცნობი სამეგრელო. ჯერ პირველ რიგში იქნება საინფორმაციო ხასიათის პირველ რიგში გიდებისთვის და აუცილებლად შევა ახუთიც, ეს ბიუსტიც და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბებიც. ეხლა დრო თუ გვაძლევს ცოტა საშუალებას, აი რამდენიმე 5-6 წუთი უბრალოდ ამ ადამიანებთან აი სიცოცხლეში როგორ ჭირს ხოლმე აი ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანების დაფასება. ამასთან დაკავშირებით მინდოდა ორიოდე სიტყვით თქვა, იგივე დიმიტრი ყიფიანის შემთხვევაშიც. როდესაც მას ჰქონდა არაერთი უსიამოვნო შემთხვევა, ერთ პატარა ამბავს გავიხსენებ, იყო ერთი ვაჭარი, გვარად იყო ფორაქიშვილი, რომელმაც ფული ასესხა ძალიან ცნობილ პიროვნებას. ანუ ამ ადამიანის დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ნიშნულოვანი საზოგადო მოღვაწეა, მისი სახელობის ქუჩა გვაქვს და არ მინდა მაგალითად მისი დისკრედიტაცია. და არ აძლევდა ფულს, არ უბრუნებდა უკან და გადაწყდა რომ ამ ადამიანის სახლი და ქონება უნდა ჩამოერთმიათ ამ ადამიანისთვის. და ამ ადამიანმა სთხოვა დიმიტრი ყიფიანს შუამავლობა და უთხრა რომ მიშუამდგომლეო რომ სახლი არ წამართვანო. და დიმიტრი ყიფიანმა რა თქმა უნდა მივიდა დიმიტრი ყიფიანი ამ ადამიანთან და უთხრა რომ მოდი იქნებ არ გაუყიდოთ სახლი. მაშინ ამ ვაჭარმა უთხრა რომ მაშინ შენ იყავი შუამავალი. როგორო ამან თუ არ გადაიხადა მე გადამახტევინებ ამ ფულსო. მაშინ ფორაქიშვილმა უთხრა რომ არ გადაგახტევინებო, მაგრამ იმას შენ იმდენად ერიდებაო რომ შენ რომ იქნები თავდებში აუცილებლად დამიბრუნებს იმ თანხასო. ეგ მართალი ვთქვს. სამწუხაროდ იმ ადამიანმა ეს თანხა არ დააბრუნა და ფორაქიშვილმა ის თანხა გადაახტევინა დიმიტრი ყიფიანს. ანუ იმდენად კოლოსალური იყო თანხა, რომ მას თავისი ქონების დაგირავება მოუწია და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. და არავინ მაშინ არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც აი ესეთი მძიმე ფინანსური წნეხისგან და აი ესეთი მდგომარეობისგან დაიხსნიდა დიმიტრი ყიფიანს. და აი ყოველთვის ამ ადამიანებზე რომ საუბრობ, იგივე მერაბ კოსტავას შემთხვევაშიც და ასე შემდეგ, ყოველთვის ამ ადამიანების მათი მოღვაწეობის პერიოდში ამ ადამიანების ამოცნობა და მხარდაჭერა თითქმის არ ხდება ხოლმე. ეხლა კოსტავასთან დაკავშირებით იგივე ამ მუზეუმში იმდენი რამე გავიგეთ მასზე, ჯერ ერთი როგორც პოლიტიკოსზე, მაინც ყველაფერი ცნობილი, ყველაფერი არა, მაგრამ დიდი ნაწილი, ასევე მის პარალელურ საქმიანობაზე, ის იყო მუსიკოსი და გარდაცვალებამდე ის იყო პედაგოგი მერვე სამუსიკო სკოლის. ის იყო მთავარი მისი საქმიანობა იყო პედაგოგები. მის ნაწერებსაც ეტყობა სხვათა შორის მისი მუსიკალობა და ეს რაღაცნაირად ნიჭი და არ ვიცი ამ ძნელბედობის ჟამს განსაკუთრებით საჭიროა ხოლმე ასეთი ადამიანების გახსენება, მათი ნაბიჯების, რომ გავიაზროთ, რომ რა ვიცი, თუნდაც მერაბ კოსტავა იმისთვის არ მჯერა 10 წლეულების განმავლობაში რუსულ ციხეში, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქართული, ანუ იგივე რუსული ოცნება აგვეხდინა და ეს არის გასააზრებელი ნამდვილად. იგივე მუზეუმში არის მაკეტები და ფოტობასალა იმ საკონცენტრაციო ბანაკის თუ რა ქვია, გადასახლებაში, სადაც იყო პერმში და დღემდე სხვათა შორის ის პერმში მუზეუმად გამოცხადა ის ტერიტორია და ერთ-ერთი მიმართულება არის ამბებს ყვებიან მერაბ კოსტავაზე, როგორც იმ პერმის პატიმარზე. და საბოლოო ჯამში საერთოდ ასეთი ადამიანების ბიოგრაფია და მათი გახსენება გვეხმარება თუ რა თქმა უნდა შევეცდებით ის გააზრებაში ჩვენი წარსულის და წარსულის გააზრება ხელს უწყობს კარგი მომავლის შექმნას და რაღაცა სწორი ნაბიჯებით სიარულს. ძალიან საინტერესო იყო და სხვა შორის ეს სერია იმიტომ არის მაყურებლისთვისაც საინტერესო, რომ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ადამიანების მნიშვნელობას და 8 წელს როგორებიც იყვნენ ისინი, ვის დაკრძალვაზეც ფაქტობრივად მთელი ქვეყანა გაერთიანდა მაშინ. აფერზე იმასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, საიდან დაიწყო ეს სერია, ეს იყო ილია მეორის გარდაცვალების მომენტიდან და ჩვენთვის
ამ ეპოქის თანამედროვეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო მაგ თვალსაზრისით, რომ ვნახეთ ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად თელს ქვეყანას ესე ძალიან უყვარდა, რომ მთელი ქვეყანა იყო გლოვაში. მთელი ქვეყანა, რეგიონებიან, დედაქალაქიან, პატარა დასახლებებიანად ყველა იდგა ფეხზე და პრინციპში წარმომიდგენია რა ხდებოდა იმ დროსაც, როდესაც დაიღუპა თან მოკლული ილია ჭავჭავაძე და ესეთი ადამიანები, რომლებიც ხო მოკლეს. ძალიან ის კიდე ცალკე ტრაგედია და თან როგორი დრამატულია რო დიმიტრი ყიფეზე ეკლავენ და ჩვენ პრესიდან ჩვენ რა მაშინდელი ადრეული პრესიდან იგებდნენ ამას. მოკლედ ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი მადლობა ელზა. მადლობა ელზა. დღევანდელი დღისთვის. ანუ დაახლოებით ვიცით რომ ამ თემას განვაგრძელოთ. გავაგრძელებთ აუცილებლად. ზვიად გამსახურდია. მანდაც სასაუბრო ძალიან ბევრი იქნება ნამდვილად. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ჩვენ სანამ რეკლამაზე გავალთ ერთ სიუჟეტს დაგიტოვებთ თანამედროვე განათლების სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარდამავალი ეტაპები, ანუ როდესაც მოსწავლე ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან მეორეზე გადადის. გარდამავალი ეტაპები განათლებაში სწორედ ამ სახელწოდების მასწავლებელთა ფორუმს უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა, ღონისძიებას ჩვენი ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე ესწრებოდა. საქართველოს უნივერსიტეტმა